სახელითა მამისათა და აზისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავ დღევანდელ დღესასწაულს, გავლენ დღესასწაულს, დამდეგ დღესასწაულს. ისეთი კვირეული იყო, რომ დიდი მამების ხსენება იყო და დიდი ღვთის სათნო მოძღვართა ხსენება იყო. დღეს ხსენება არის ექვთიმე კერესელიძესი, რომელმაც დიდი შრომა გასწია. ის რომ საგალობლების კრებულები შექმნა, გადაიტანა ნემირებული საგალობლების სანოტო სისტემაში, ის რომ გადაარჩინა ბოლშევიკურ, ასე ვთქვათ, უღმერთო მთავრობას, იმიტომ რომ ყველაფერს ანადგურებდნენ. ის რომ ახლობელთა და მეგობარ ნაცნობთა რაღაცა ჭირველობა გაუგებრობებს, ეს დიდი ღვაწლი, ნაშრომი შეუნარჩუნა დღევანდელ და მომავალ ჩვენს თაობას. ეს მისი ნამდვილად ღვთისმოყვარების უმაგალითო ნიმუში არის. მარტო ადამიანი ამ დიდ საქმეს აკეთებდა და საოცარ სიტყვებს ამბობს, რომ ამ თვალ მარგალიტში, ოქრო ვერცხლში ხელის გავლების უფლება ღმერთმა მომცა, თორე ვინ ვარ მე. და საოცარი ცხოვრებით იცხოვრა. დევნა, შევიწროებას, ღალატს, გულის გატეხვას, ყველაფერს ღვთის სიყვარულით მოერია და ზედაზნის მონასტერში თავისი ცხოვრების ბოლო წლები გაატარა და იქ აღესრულა და იქ დაიგრძალა. ესეც სამთავროს მონასტრის დედებმა, როცა რომ მივიდნენ მოსანახულებლად, მაშინ ნახეს, რომ უკვე ძალიან უძლური იყო და გარდაიცვალა და იქვე არის დაკრძალული. ასევე დღეს ექვთიმე დიდის ხსენება არის. დიდი მამა, მონაზონთა წინამძღოლი, მასწავლებელი, სულიერ საკითხთა ცნობი და მოძღვარი დამრიგებელი. კიდევ იყო ხსენება მაკარი ეგვიპტელის, დიდის და მაკარი ალექსანდრიელის. ეს მამები არიან, რომლებიც უფალთან და უფლის ანგელოზებთან პირდაპირ საუბრობდნენ და ისინი შეეწეოდნენ და ისინი, ასე ვთქვათ, განაბრძნობდნენ მათ გონებასა და გულს. მაკარი ეგვიპტელის ცხოვრებაში არის ესეთი ფაქტი, რომ აზრი გაუველოს, ვინ არის ნეტა ჩემზე დიდი და უფლის ანგელოზი ეუბნება ორი ქალბატონი, რომელიც ცხოვრობს ალექსანდრიაში, ისინი არიან შენზე უფრო დიდ ღვაწლში და მიდის და როცა ეკითხება თუ რა ღვაწლი გაქვთ, უყვებიან თავის ცხოვრებას. ჩვენ ცოლები ვართ ძმებისა და ვთხოვეთ, რომ მონასტერში წავსულიყავით, რომ გვითხრეს უარი, მას მერე აღქმა დავდეთ, რომ არაფერი ბოროტი და საზრახისი ჩვენი ბაგედან არ ითქმებოდა და მას მერე ესე ცხოვრობთ მშვიდობით. მაშინ მაკარი ეგვიპტელი ადიდებს ღმერთს და ამბობს, რომ ნამდვილად ღვთისთვის არ არის, ასე ვთქვათ, მთავარი მონაზონი არის ეს, ერის ადამიანი არის ეს, თუ მეფე მთავართა ჩამომავალი. მთავარი არის გული ადამიანისა და გონება, გულწრფელობა ღვთის მსახურებასა და ღვთის სიყვარულში და ყველასათვის უფლის მოწყალებით ზეცისაკარი ხსნილია. მარკო ზეფესელი, რომელიც იყო დიდი მოძღვარი და მასწავლებელი, შემართული სარწმუნოების დაცვისათვის და შეუვალი, დღეს რო სიტყვას ხმარობთ, პრინციპული საღვთო სიმართლის დაცვისა და განმტკიცებისათვის. იცით, ეს იყო მე-15 საუკუნე, როცა ბიზანტიას უჭირდა უკვე, მანამდე ლათინებმა, ანუ ევროპელებმა დაარღვიეს კონსტანტინოპოლი ორჯერ, ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელსაც რომის პაპი აკურთხებდა და თვითონ
მიზანი იყო წმინდა მიწის, წმინდა ქალაქის იერუსალიმის განთავისუფლება ურჯულოთაგან, სინამდვილეში კი ნაალაფარის ნაძარცვის მოპოვებისთვის იყო. ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი დაანგრიეს, დაარბიეს და თუ კი რამ იყო ძვირფასი, ყველაფერი გაზიდეს ევროპაში. და აი ვენეციაში დოჟევის სასახლეს რომ ამბობენ, იქ ნაწილი არის თუ მოზაიკის და თუ იმ ცნობილი ტრაპეზის, რომელიც იუსტინიანე დიდმა აშენა, გააკეთა კონსტანტინოპოლის აია სოფიის ტაძარში. და ნამსხვრევები წაიღეს და იქ თავიდან აღმართეს. სიწმინდეები, წმინდა ნაწილები, კედლებიდანაც კი ოქროს ფურცლებს ხსნიდნენ, აი ესე გაძარცვეს ორჯერ. ხოლო უკვე მე-15 საუკუნეში, როცა პირველ ნახევარში, როცა უკვე ბიზანტიის იმპერიას ძალიან მძიმე დღეები ედგა, მუსლიმები უტევდნენ დედაქალაქს, ხოლო შინაური გამცემლები და მოღალატეები იმპერიას არაფრით არ ეხმარებოდნენ, პირიქით მოწინააღმდეგის მხარეს იყვნენ და ხელს უწყობდნენ თავისი მოღალატეობით მათ გამარჯვებას. აი მაშინ რომის კათოლიკური ეკლესია ფიქრობს, რომ მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესია ამ დროს უკვე ცალ-ცალკე არიან, რომ ისევ შეიერთოს და დაიმორჩილოს კათოლიკურმა ეკლესიამ მართლმადიდებელი სამწყსო და ეკლესია და სთავაზობენ ხელშეკრულებას, უნია ჰქვია, რომ აღიარონ მართლმადიდებლებმა ის ცდომილებები, რომელიც აქვთ კათოლიკურ ეკლესიაში კათოლიკე მღვდელ და მისიონერებს და მქადაგებლებს და ამის სანაცვლოდ, რადგან უჭირს სახელმწიფოს, მისცემენ იარაღსა და ფულს. როგორ გავს დღევანდელი სიტუაცია. ესე იგი, გაჭირვებულს ფულითა და იარაღით ეხმარებიან და ამ დროს ანადგურებენ მთლიანად, რაც ხდება უკრაინაში. და აი მაშინ 1427 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მღვდელმთავრები იმპერატორთან ერთად, მეფესთან ერთად მიდიან, რომ ამ შეთანხმებას ხელი მოაწერონ და რომ, ასე ვთქვათ, ამის სანაცვლოდ მიიღონ დახმარება. ევროპაში, რომში ჩასულები, ესე იგი, როცა რო შეკრება დაიწყო, არანაირი სიტყვა არ მისეს, მხოლოდ ისინი ლაპარაკობდნენ. ლანძღავდნენ, შეურაცხყოფდნენ, აშიმშილებდნენ, ესე იგი, წყალს არ აძლევდნენ. ანუ გაუსაძლის მდგომარეობაში ხავდათ. და 2 წლის განმავლობაში აი ესეთი ტანჯვა იყო იმ დელეგაციაში საქართველოსდანაც იყვნენ. ერთი იყო ეპისკოპოსი გრიგოლი და 2 ერის ადამიანი. და მოკლედ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს და ერის ადამიანებს ტერორში ამყოფებდნენ. და ყველანაირი გზით და ყველანაირი ძალით სურდათ, რომ მიეღოთ მართლმადიდებელთაგან თანხმობა, რომ აღიარებდნენ რომის ეკლესიის წინამძღვრის, რომის პაპის პირველობას, პრივატს და იმ განსხვავებასაც, რომელიც კათოლიკურ მრწამსში არის, ამასაც ასე თქვა დასაშვებად მიიღებდნენ და მოკლედ რომის ეკლესია გახდებოდა პირველი და მართლმადიდებელი სამყარო უნდა ყოფილიყო მისი მონამორჩილი. და აი ამ გაუსაძლისი პირობების გამო, შეჭირვებისა და აი ამ შიმშილის, შეურაცხყოფის, აი ამის გამო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მღვდელმთავრებმა ხელი მოაწერეს. ხოლო არის ესეთი წიგნი, გადმოცემა, რომ ქართველმა ეპისკოპოსმა სალოსობა დაიწყო და როცა ნახა, რომ ბერძენმა ეპისკოპოსებმა ხელი მოაწერეს ამ, ასე ვთქვათ, უნიას, შეთანხმებას, დაიწყო სალოსობა და განერიდა ეფესოს და ფლორენციას და იტალიის ქალაქს და შემდეგ უჩუმრად ჩავიდა, ისე რომ ვერავინ ვერ შეამჩნია, უჩუმრად ჩავიდა კონსტანტინოპოლში, ბიზანტიაში და შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. ხოლო ის ქართველი დიდებული, ვინც იყო თანხლები, რომის პაპიო გაბრაზდაო ამ უარზე
და უნდა და ასე ვთქვათ დაეყოლიებია ვინც უარი თქვა 4 ეპისკოპოსმა და რამდენიმე ერის ადამიანმა უარი თქვა და უნდა და რომ დაეყოლიებია და იფიქრა ერის ადამიანს ალბათ უფრო ადვილად დავიყოლიებო და შეხვდა ქართულ დიდებულს და მოკლედ ქართულმა დიდებულმა გამოავლინა ცოდნა სარწმუნოებრივი ეკლესიური ამხილა რომის პაპი და მოკლედ განაწყენებული დარჩა რომის პაპი და სიტყვა ვერაფერი ვერ მიუგო ოღონდ შემდეგ გადაწყვიტა რომ შური ეძია ამ ქართველებმაც დასტოვეს გაჭირვებით მაგრამ დატოვეს იტალია და რომის პაპი ბიზანტიის იმპერატორს თხოვს რომ მარკო ზეფესელი დასაჯოს მარკო ზეფესელმა ხელი არ მოაწერა ამ შეთანხმებას და როცა რომის პაპს მიუტანეს ეს ხელმოწერილი მღვდელმთავრებისაგან ხელშეკრულება პირველი რაც იკითხა მარკო ზეფესელმა თუ მოაწერა ხელი და ნახა რომ არ აქვს მოწერილი ხელი და თქვა მაშინ ჩვენ არაფერი წარმატება არ გაგვიმარჯვია ჩვენ არაფერი წარმატება არ მოგვიპოვებია ბიზანტიის იმპერატორი იწყებს მარკო ზეფესელის დევნას და მარკო ზეფესელი ამხელს იმ კრებულსაც რომელიც აპირებს მსჯავრის გამოტანას და ეუბნება სანამ ერთად ვიყავით კათოლიკეები და მართლმადიდებლებიო მაშინო თქვენი ეკლესია კათოლიკეებიც კი აღიარებდნენ იმას, რასაც ახლა ჩვენ ვაღიარებთ და უფრო მეტადაც კი აღიარებდნენო. და მე არაფერი სწავლება არ მომიგონებია და არც არაფერი ჩემი სწავლება დამიწყია. ლაპარაკობ და ვიცავ იმ სწავლებას, რომელსაც ჩვენი მამები, ეკლესიის ბურჯები ასწავლიდნენ და იცავდნენ. და ამიტომ ჩემი დასჯა გაუგებარია, თუ კი სიმართლეს ლაპარაკობ, მაშინ გამოდის, რომ თქვენც სიმართლე უნდა მიიღოთ. და თუ კი ის სწავლება, რომელიც ეკლესიის სწავლება არის და რასაც დღეს ჩვენ ლაპარაკობთ არის, შემც არის, მაშინ სწავლება არის თვითონ განსახილველი. მოკლედ მარკო ზეფესელი იმ დროს არ დასაჯეს, მაგრამ ბიზანტიის იმპერატორმა მაინც მოახერხა და დაიჭირა ეპისკოპოსი მარკო ზეფესელიდან დილეგში ჩააგდო. და იქ უკვე ასაკიანი მღვდელმთავარი რა თქმა უნდა მძიმე მდგომარეობაში, ცუდ მდგომარეობაში ხავდათ, მაგრამ არც საპყრობილედან არ წყვეტდა მხილებასა და ქადაგებას, რომ ეს ძალით მოტანილი ერთობა, უნია მალე დაირღვეოდა. და მართლაც დაირღვა. და ცოტა ხანში კიდევ მთლიანად ბიზანტიის იმპერიაც დაირღვა და დაეცა. ასევე მომდევნო კვირას არის ხსენება დავით აღმაშენებელისა. მეფე, რომელმაც შეძლო საქართველოს გაერთიანებით, გაძლიერებით ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცისათვის კიდევ ერთი დიდი საქმე გააკეთა. თავად იყო მაგალითის მიმცემი გალობანი სინანულისანი მან დაწერა და ნამდვილად ეს იყო ნიმუში იმისა, თუ ძალაუფლების ქვეშ მდგომ ადამიანს როგორი თავდაბლობა მართებს, რომ ღმერთმა მისი წინამძღოლობით ხალხს მისცეს ყველაზე უფრო მთავარი განძი და გრძნობა. განძი ჭეშმარიტი ღმერთის მსახურებისა და გრძნობა სიყვარულისა, რომელთაც უნდა ემსახურო მოყვას სამშობლოს და შენს რწმენას, მამა პაპის რწმენას. მოციქულის გვეუბნება, სიტყვას დიდი ძალა აქვს. დღეს რაც ხდება, ალბათ აი ამის ფონზე რომ განვიხილოთ, ისე უკრაინას მიუბრუნდები, ეკლესია დაარბიეს, რაღაცა მსგავსო სანახაობებს მართავენ და კიევის ლავრის მღვიმეები მთლიანად გამოაცხადეს მუზეუმებად, სარწმუნოებას უღალატეს და აკი ვთქვით, ფერარა ფლორენციის უნიით, როდესაც ბერძენმა მღვდელმთავრებმა გახიდეს, უღალატეს ქრისტეს, სანაცვლოდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ შემდეგ წლებში. დიდი სახელმწიფო ბიზანტიისა დაეცა, დახმარება ევროპისაგან ვერაფერი ვერ მიიღეს, არც იარაღი და არც ფული და აი ესე სირცხვილეულები დაბრუნდნენ
და როდესაც კონსტანტინოპოლში შემოდიოდნენ, ხალხი მათ ყვედრიდა და შეარცხვენდა. და სიტყვა ძალიან დიდი ძალა აქვს. სიტყვით გამოხატული სიმტკიცე, აკი მოციქულიც ამბობს. სარწმუნოარს სიტყვა და ყოვლისა შეწყნარებისა ღირსი. რამე თუ ამისთვის ვშრებით ვშრომობთ და ვიყვედრებით სიმართლისათვის. რამე თუ ვესავთ ღმერთსა ცხოველსა, რომელ არს მაცხოვარი ყოველთა კაცთა, უფრო იზღა მორწმუნეთა. ესე იგი, აი ამ სიტყვას ჭეშმარიტებისას ვერწმუნებით და ვაღიარებთ. რისთვისაც გვყვედრიან სიმართლისათვის. დღესაც იგივე გრძელდება, ბევრჯერ გვითქვია. არც ეშმა კი იცვლება თავისი მახეების დაგების ხრივ და ერთი და იგივე საცდური აქვს ყველა დროს ადამიანს და არც მეზობლების დამოკიდებულება იცვლება მეზობლების მიმართ, კონკრეტულად ჩვენს მიმართ. ასევე უფალი დღეს და მომავალშიც ერთია და უცვლელია და მოციქულებიც უფლის სწავლებით ამბობენ. სიტყვა დასაჯერებელი და სარწმუნო არის და ყოვლისა შეწყნარებისა ღირსი, ანუ ყოველთაგან, ყველასაგან. რამე თუ ამისთვის ჩვენ ვშრომობთ, რომ მე სიტყვა შევიმეცნოთ და ვიყოთ ერთგული ამ საღვთო სიტყვისა და რომლისთვისაც ვიყვედრებით, რადგან ვესავთ ღმერთსა ცხოველს ყოფილსა და ცხოველსა, რომელ არს მაცხოვარი ყოველთა კაცთა და უფროსღა მორწმუნეთა. აკი მოციქულიც ამბობს, მორწმუნეთათვის ჯვარი ძლიერება არის და საღვთო ძალა ნიშანი, ხოლო ურწმუნოთათვის სიცოფე და სიშლეგე. დღესაც იგივე ხდება. ჩვენ გვწავს ჯვარი და ამიტომაც ყოველთვის სიხარულით ჯვრის საგალობელსაც ვგალობთ და სიხარულით ჯვარსაც ვეამბორებით და ვეთაყვანებით. ხოლო ვისაც არ უყვარს, ან მოჩვენებითად, ან მხოლოდ სიცრუით აღიარებს, რომ უყვარს და სწამს ქრისტე, მათთვის ეს მიუღებელია და ყველაფერს დაუშვებს, ყველაფერს იკადრებს, ოღონდ კი დღევანდელით იცხოვროს. ჩვენ კი ამ დროსა და საათზე არა ვართ დამოკიდებული. ჩვენ დაუსრულებელ სამომავლო დროზე ვართ მინდობილები, რომლისა მფლობელიცა და შემოქმედით, სამბრძანებელიც არის თავად იესო ქრისტე. გვწამს ღვთის შეწევნითა და ღვთის ძალით. ვინც ერთგულია ქრისტესი, იგი დაიმკვიდრებს ორსავ სოფელს. ამ სოფელსაც და მომავალ სასოფელსაც, რადგანაც წინასწარმეტყველი დავითი ამბობს, არ მინახავს მე მართალი ადამიანის შთამომავალი დაგდებული და მთხოველი პურისა, ხოლო ჩვენი პური არის მცნება ქრისტესი და ჩვენი საზრდო არის ჩვენი რწმენა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთს ვთხოვთ, რომ ჩვენი დიდი ეკლესიის მამების ლოცვა იყოს ჩვენი შემწე და თამდები ყოველი ცხოვრების განმავლობაში. ჩვენთან არის ღმერთი.